ახლა რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმების საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში. ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ფაქტის შემდეგ სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მოქმედი კანონმდებლობით ლიფტების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობაზე კონტროლი მხოლოდ მიმართვის შემდეგ ხორციელდება. სავალდებულო შემოწმებას კი კანონი 3 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს. თუმცა ირკვევა, რომ მიმართვიანობა მხოლოდ ცალკეული ინციდენტებისა თუ უბედური შემთხვევების შემდეგ ფიქსირდება. სოციალური ქსელის მომხმარებელი თბილისის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ ინციდენტზე წერს. მისი მტკიცებით ლიფტის დაზიანების გამო მასში მყოფი ქალბატონი და შავდარაზეც პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს. საპასუხოდ კომპანიასა და სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეც ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ზომების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. ავარიული დაშვება ნიშნავს, რომ ლიფტი 20%-ით უფრო სწრაფად დაეშვა ქვემოთ, ვიდრე ლიფტის რეგულარული სიჩქარეა. ხდებოდა, როგორც ვიცი, პირველიდან 0 სართულისკენ. ქვეყანაში ათასობით ამორტიზებული ლიფტია. ამაზე სპეციალისტთა ნაწილი საუბრობს. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ლიფტების შემოწმება მხოლოდ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეუძლია. პარალელურად ლიფტის მფლობელს, რომელსაც როგორც წესი ამხანაგობა წარმოადგენს, აქვს ვალდებულება 3 წელიწადში ერთხელ ლიფტის შემოწმება მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფულადი ჯარიმები დაეკისრება. სპეციალისტები ტექნიკოსების კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით ამხანაგობებმა ხელშეკრულება ორგანიზაციებთან უნდა გააფორმონ, რათა ცალკეული პირების არაკეთილსინდისიერი მუშაობის გამო ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირდეს. არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ დაუშვათ CIAP-ის გამო კორპუსები ქირაობენ თვითონ ვიღაცა გაურკვეველ მექანიკოსებს, რომლებიც არც კი ვიცით რა კომპეტენცია აქვთ, ვინ არიან, რა იციან, რა შეუძლიათ. არავითარი ვალდებულება არ აქვს, არც ფირმასთან არა, ეს სხვა შემთხვევაში არც კი იცის ვის უნდა მიმართოს. მერე დაუშვათ მოსახლემ რაღაცა პრობლემის შემთხვევაში. თუ ავიღებ პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ესეთი ობიექტის მესაკუთრე ან მფლობელი ვალდებულია ლიფტი გაატაროს რეგისტრაციაში, რომ მას გაეწიოს მერე პერიოდული ინსპექტირება. ბავშვი ჩამოდიოდა ზემოდან, გადაიხედა, უყურებდა როგორ ამოდიოდა ლიფტი და არ გაითვალისწინა ის, რომ ზემოდან ეს ქირები ჩამოდიოდა. რამაც აჩვენა დიანა მარტიაშვილი იმ დღეს იხსენებს, როდესაც კორპუსში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო მისი 9 წლის შვილი გარდაიცვალა. ამბობს, რომ ტრაგედიამდე 10 წლის განმავლობაში ადგილობრივები მორღვეული ბადის აღდგენას მოითხოვდნენ. თუმცა მისი თქმით, ამხანაგობის თავმჯდომარის გულგრილობის გამო ეს ვერ მოხერხდა. უბედური შემთხვევის შემდეგ ბადე კუსტარულადაა აღდგენილი. თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, ლიფტი კვლავ სიცოცხლისთვის საშიშია. რაც შეეხება გამოძიებას, როგორც დაღუპული გოგონას დედა აცხადებს, მისთვის დეტალები უცნობია, რადგან დღემდე არ აქვს დაზარალებული სტატუსი. სადღაც ივლისის დასაწყისში მე გამოვიძახე პატრული, რა დროსაც შეამჩნიე მეოთხე სართულზე აბსოლუტურად ღია იყო ორივე კარები. ლიფტი არც იყო ადგილზე, ეს პატრულის თანამშრომელმა სამკერდე კამერით დააფიქსირეს, ოქმიში ადგინეს, რომ ფაქტიურად იმის მაგივრად, რომ ამ ტრაგედიის მერე პირიქით მიექციათ ყურადღება ამ ლიფტებზე და რაღაც ზომები მიეღოთ პირიქით. არსებული ინფორმაციით საქართველოში 17,000-მდე ლიფტია. ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მოსახლეობას ურჩევს ხარვეზების შემთხვევაში უწყებას დროულად მიმართონ, რის შემდეგაც ლიფტის შემოწმებას აკრედიტებული ბიუროები განახორციელებენ. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მათ გამოსწორებამდე ლიფტის ფუნქციონირება შეჩერდება.